Smartphone-ის SN G620-ის შემხედვარე, ჩვენ გვიჩნდება აზრი, რომ ის სადღაც უკვე ვიხილეთ. Smartphone-ი საკმაოდ გამძლე ჩანს. მოღუნული კიდეების წყალობით მისი ხელში დაჭერა კომფორტულია 5 დუიმიანი დისპლეის მიუხედავად. სამწუხაროდ, 5 დუიმიანი დისპლეი ვერ გაუწევს კონკურენციას ფლაგმანურ მოწყობილობებს, ვინაიდან 1280x720 პიქსელის გარჩევადობა და 294 ppi სიმჭიდროვე იმდენად კარგი მაჩვენებელი არ არის იმასთან შედარებით, რასაც გვთავაზობს HTC One M8 ან Galaxy S5. ამასთან დისპლეის გააჩნია კაშკაშა და ენერგიული ფერები. Smartphone-ის შიგნით არის 1.2 GHz-ზე მომუშავე 4-ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 401. შეგახსენებთ, რომ ეს არის Qualcomm-ის ახალი 64-ბიტიანი პროცესორი. შესაბამისად, SN G620-ის მწარმოებლურობა უნდა იყოს მაღალი. სხვა მახასიათებლებს შორის არის საკმაოდ მოკრძალებული 8 GB ჩაშენებული მეხსიერება, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 32 GB-მდე microSD ბარათის მეშვეობით. უკანა პანელზე განთავსებულია 8 მეგაპიქსელიანი კამერა, მაშინ როცა ფრონტალური კამერა 2 მეგაპიქსელია. Huawei SN G620S მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 4.4 KitKat, სამომხმარებლო ინტერფეისით Emotion UI. 2000 mAh-ის მოცულობის აკუმულატორი შეიძლება არ იყოს საკმარისი ასეთი ზომების მოწყობილობისთვის, მაგრამ ერთ სამუშაო დღეს მაინც ეყოფა.